ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით ლევან ჯიქიასთან ერთად. ბატონ ლევან, დილამშვიდობის და დიდი მადლობა, რომ ხართ ამ სტუდიაში, დაგვიზიარებთ და გვიყვებით. ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე სამშაბათობით და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლევან რაზიკაშვილის ცხოვრების შესახებ და სანამ მოვყვებით თუ ვინ იყო ლევან რაზიკაშვილი, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ის იყო ვაჟა ფშაველას შვილი. თუმცა თავადაც ჰქონდა საინტერესო ბიოგრაფია და სწორედ მის ცხოვრებას შევეხებით. რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა ვაჟას შვილი? მოგესალმებით, მესალმები რადიო მსმენელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ვაჟა ფშაველას ღირსეულშვილზე, ლევან რაზიკაშვილზე ვისაუბრებთ. მან მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, 35 წლის იყო ის, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ვაჟა ფშაველას იდეებზე აღზრდილი ლევან რაზიკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შავის რაიონული მილიციის უფროსი იყო, ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ეხმარებოდა მას აჯანყების დროს და რა თქმა უნდა ის გამომჟღავდა და საბჭოთა ხელისუფლებამ მას ეს არაპატია და ის დახვრიტეს და ისევე როგორც ბევრი ღირსეული ქართველის შემთხვევაშიც, ამ შემთხვევაშიც ლევან რაზიკაშვილის დახვრეტის ზუსტი ადგილი და მისი საფლავი ჩვენთვის უცნობია. მაგრამ არის შემორჩენილი მოგონებები, ხო, რომელიც გვიყვება ამ საინტერესო ადამიანის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის იყო მილიციის უფროსი, როგორც თქვენ თქვით, ის აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. არის ხო ისტორიები, მოგონებები, როდესაც ის მიიყვანეს ერთ-ერთ ოჯახში და ოჯახის პატრონმა თქვა, რომ არ შეიძლება რომ მას ედოს ხელბორკილები და ჰქონდა საშუალება რომ გაქცეულიყო, მაგრამ ის არ გაიქცა, არ დატოვა და ბევრი ისეთი ისტორიები არსებობს მასთან დაკავშირებული. მოდით რომ გავუზიაროთ ეს ისტორიები ჩვენს გარდა ასეთი მოგონებებისა, არქივში არსებობს ლევან რაზიკაშვილის საქმე, როგორც კი ის დააპატიმრეს, ბუნებრივია შედგა საქმე, დაიწყო ძიება. ბანდიტიზმის ბრალდებით, ხო, ისეთი ყალებში. და ესეც უთხრათ რადიო მსმენელს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ბანდიტს ეძახდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებს ბანდიტებს და იმ საქმეში, რომელიც არქივში არის დაცული, მას ორი ბრალდება წაუყენეს. ერთი ეს იყო ბანდიტიზმი, ანუ აქ იგულისხმება ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კავშირი და მეორე იყო სამსახურის თვითნებური მიტოვება და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ და საბოლოოდ მას შეუფარდეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. თუმცა ისიც ნიშანდობლივია, რომ ამ დადგენილებას აქვს ლავრენტი ბერიას მინაწერი, რომ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერებულიყო საქმის გამორკვევამდე. ბუნებრივია ეს გარკვეულ კითხვებს აღზრავს, როდესაც ხოჯევანოვი, რომელიც გახდა საქართველოს საგანგებო კომისიის ბანდიტის სამბრძოლის განყოფილების რწმუნებული, აწარმოებდა ლევან რაზიკაშვილის საქმის ძიებას, მან რამდენჯერმე დაკითხა ლევან რაზიკაშვილი, თითქოს ყველაფერი გამოარკვია, მისი ბრალეულობა გამოჩნდა, ანუ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კავშირი და მას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და ამ დროს ლავრენტი ბერიას ეს მინაწერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ რითი იყო ეს განპირობებული. აქ შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ლევან რაზიკაშვილი ფლობდა ძალიან ბევრ ინფორმაციას ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებით მის შეფიცულთა რაზმზე და მინდა გითხრათ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, როდესაც ის იწყებდა მოქმედებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ დროს მისი შეფიცულთა რაზმის რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ როდესაც ის ტყეში გადიოდა, ტყეში თავის შენახვა საკმაოდ ძნელი იყო და ამ დროს მცირდებოდა შეფიცულთა რაზმის რაოდენობა და ხელისუფლება მუდმივად იყო დაინტერესებული დაედგინა თუ ვინ იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულები, ვინ შედიოდა მასში და როგორც ჩანს, აი ეს აინტერესებდა ძიებას და ამიტომ დამატებით დაკითხეს ლევან რაზიკაშვილი და უნდათ მის თქვენ გარკვეული ინფორმაციების მიღება, თუმცა შეიძლება თქვათ, რომ ამ მიმართულებით ბევრი ვერაფერი მოიპოვეს ინფორმაცია და საბოლოოდ ეს დადგენილება არც შეცვლილა და ლევან რაზიკაშვილი, როგორც თქვით, 1923 წლის 15-16 თებერვლის ღამის 2 საათზე დახვრიტეს. ჩვენ დახვრიტის ზუსტი ადგილი სამწუხაროდ არ ვიცით, უბრალოდ ჩვენთვის ცნობილია ის, რომ დახვრიტის ადგილას არის ის, როგორც ასეთი დაკრძალული. ლევან რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან ბევრი ვერაფერი არ ვიცით, ბევრი არაფერი არ ვიცით სამწუხაროდ.
უბრალოდ ვიცით ის, რომ 1897 წლის 1 მარტს დაიბადა სოფელ ჩარგალში, მან განათლება მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. აი აქედან მოყოლებული ის იცნობს ქაკუცა ჩოლოყაშვილს და სხვათა შორის ჩვენთვის ცნობილია, რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილი ესწრებოდა ვაჟა-ფშაველას დაკრძალვას 1915 წელს. ლევან რაზიკაშვილი ასევე 1914 წლიდან მუშაობდა გორის ლაზარეთში, კანცელარიის მდივნად, 1917 წლიდან ის ბრუნდება სოფელ ჩარგალში მამაპაპისეულ სახლში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ის არის სოფელ მაღაროს საზოგადოების კომისარი, ხოლო საბჭოთა პერიოდში, როგორც აღნიშნეთ, ის ფშავის რაიონული მილიციის უფროსი არის. ბუნებრივია შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რითი მოხდა ლევანის დაწინაურება საბჭოთა პერიოდში, რითი იყო ეს განპირობებელი, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ფშავში კადრების დეფიციტი ჰქონდა, ეს ერთი და მეორე, ლევან რაზიკაშვილი, როგორც ვაჟა-ფშაველას შვილი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტით გამოირჩეოდა მოსახლეობაში და თვითონ ლევანსაც კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. და ამაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს თუნდაც ის, რომ როდესაც ლევანი დააპატიმრეს და საქართველოს საგანგებო კომისიის განკარგულებაში გადააგზავნეს 9 ოქტომბერს. მისი დაპატიმრება მოხდა 1922 წლის 30 სექტემბერს. ჩვენება მის წინააღმდეგ მისცა თიანეთის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემ. აქ თარიღებში აღრევა გვაქვს ერთგვარი, ანუ ჯერ მოხდა დაპატიმრება და შემდგომ სერგო სურგულაძის ჩვენების საფუძველზე თითქოს მისი დაპატიმრება, ანუ როგორც ჩანს, ჯერ დაპატიმრება მოხდა და მერე უკვე დაიწყეს ამ დაპატიმრების სამართლებრივი საფუძვლების მომზადება და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ჩვენება, რომლის საფუძველზე თითქოს უნდა დაეპატიმრებინათ, უფრო მოგვიანებით არის მიცემული, როგორც თქვით, ის 9 ოქტომბერს გადააგზავნეს საქართველოს საგანგებო კომისიის განკარგულებაში და როგორც თქვით, ხოჯევანოვე აწარმოებდა საქმის ძიებას, რომელმაც დამატებითი მასალების გადაგზავნა მოითხოვა საქართველოს საგანგებო კომისიაში. სხვათა შორის 19 ოქტომბრით თარიღდება ლევან რაზიკაშვილის მეუღლის მარიამის განცხადება საქართველოს საგანგებო კომისიის ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც ის საქმის გამოძიების დაჩქარებას ითხოვს და აქვე განცხადებაში აღნიშნავს, რომ დიდხანს არ უნდა იჯდეს უდანაშაულო ადამიანი. რა თქმა უნდა, ის თავის მეუღლის უდანაშაულოდ თვლიდა, თუმცა ამ განცხადებას ძიებამ არანაირი ყურადღება არ მიაქცია და სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოს საგანგებო კომისიაში ასევე შევიდა ფშაველების განცხადება, ერთგვარი შუამდგომლობა, რომელსაც 56 ადამიანი აწერდა ხელს და აქ ლევანი არის დახასიათებული როგორც ალალმართალი ადამიანი, პატიოსანი, შრომის მოყვარე, მშრომელი ადამიანის პატივისმცემელი და ერთგვარ შეიძლება ითქვას ეშმაკობასაც აქვს ფშაველების მხრიდან ადგილი, მათ უნდათ ხელისუფლება ერთგვარად შეცდომაში შეიყვანონ და აქ აღნიშნულია თითქოს ლევან რაზიკაშვილი არის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი, საბჭოთა ხელისუფლება იგულისხმება რა თქმა უნდა და ქაკუცა ჩოლოყაშვილის მოწინააღმდეგე, თუმცა ძიებას სხვა მასალები ჰქონდა და გარდა ამისა ლევანსაც არ უარყვია დაკითხვის დროს, რომ მას ქაკუცა ჩოლოყაშვილთან კავშირი ჰქონდა და გარკვეული დახმარება გაუწია ქაკუცა ჩოლოყაშვილს, ის რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილმა უვნებლად დატოვა ფშავი, გადავიდა ის სოფელ ჩარგლიდან შემდეგ უკვე პანკისის ხეობაში, ისე რომ ხელისუფლება მისი დაპატიმრება ვერ შეძლო, ეს უპირველეს ყოვლისა ლევან რაზიკაშვილის დახმარების შედეგად იყო და გარდა ამისა ლევან რაზიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილმა მას მისცა ერთგვარი დავალება, მანამდე ვიტყვით იმას, რომ თიანეთის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ სერგო სურგულაძემ 2 მილიციელი გაუგზავნა ლევან რაზიკაშვილს, ამ დროს ქაკუცას აჯანყება მიმდინარეობს, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც იცის მსმენელმა 1922 წლის აგვისტოსა და სექტემბერში და წერილიც გაუგზავნა ლევან რაზიკაშვილს, რომ შემოვლითი გზით წასულიყო, რადგან შესაძლოა ის გადაყროდა ქაკუცა ჩოლოყაშვილს, თუმცა ლევანმა ეს დავალება არ შეასრულა, მან მდინარე არაგვი გადალახა თავის რაზმელებთან ერთად და მართლა გადაეყარა ქაკუცა ჩოლოყაშვილს, მოხდა ორმხრივი სროლა, რომლის დროსაც ერთი მილიციელი დაიღუპა და როგორც ჩვენებაში ლევან რაზიკაშვილი ამბობს, ქაკუცა ჩოლოყაშვილმა მას არყა შემოარტყა, თავის რაზმელებთან ერთად დააპატიმრა და თავის ბანაკში წაიყვანა, იქ დაყო 2-3 დღე, შემდეგ მე გამათავისუფლაო ქაკუცა ჩოლოყაშვილმა მომცაო გარკვეული დავალება ხევსურეთში წავსულიყავი, თუმცა არ წავედიო ხევსურეთში და ასევე ძიების წინაშე აღიარა, რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილმა მას მისცა დავალება დაერაზმა ფშაველები და თუ კი მოხდებოდა წითელი არმიის ნაწილების გადაადგილება ხევსურეთის მიმართულებით, ზურგიდან დაერტყა წითელი არმიის ნაწილებისთვის. ეს აღიარა და ეს ფაქტობრივად უკვე მისთვის განაჩენს უდრიდა და ბუნებრივია ხელისუფლება მიიღო სწორედ ის დადგენილება, რაზეც მე ვსაუბრობდი. ასე რომ ლევანმა არ უარყო ქაკუცასთან კავშირი, არც
დადგენილების გამოტანის მერე, დახვრეტის გამოტანის მერე არც შემთქრალა ის და არც უთხოვია ხელისუფლებისთვის, რომ ის შეეწყალებინათ, უბრალოდ ერთი განცხადება არის ჩვენთვის ცნობილი და ის სულ სხვა საქმეზე მიმართავს ხელისუფლებას. Როგორც ჩანს, ლევანმა შეიტყო, რომ აპირებდა საბჭოთა ხელისუფლება გამოეცა ვაჟას ნაწარმოებების მეორე ტომი და ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ვაჟას ნაწარმოებებში გარკვეული შეცდომები არის გაპარული და ამჯერადაც იგივე რომ არ მოხდეს, ამიტომაც სასურველია საქმეში ჩართოთ, ამ გამომცემლობაში ჩართოთ ბიძაჩემი ლევან ბაჩანა რაზიკაშვილი, ან მე მომიტანეთო ეს თხზულებები და მე გავასწორებო, თუმცა ლევან რაზიკაშვილის ეს თხოვნა არ იქნა მიღებული, არ იქნა მხედველობაში მიღებული და თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი თუ რა რეაქცია მოყვა საზოგადოების მხრიდან იმ დადგენილებას, რაც მას გამოუტანა ძიებამ, ეს იყო დახვრეტის განაჩენი, როგორც აღნიშნეთ და 20 დეკემბრით თარიღდება საქართველოს მწერალთა კავშირის განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ვაჟა-ფშაველას და თვითონ ლევან რაზიკაშვილის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არის ლევან რაზიკაშვილი, ამიტომაც ძალიან გთხოვთ ის არ დახვრიტოთო და მართლაც აი ამ დროს ვაჟა-ფშაველას მეუღლე თამარი არის 63 წლის, ლევანის ძმა ვახტანგი არის 16 წლის, მისი და მარიამი არის 20 წლის, ლევანს ყავდა 3 მცირეწლოვანი შვილი, აქედან ლუკა იყო 7 წლის, ქეთევანი იყო 2 წლის და ეკატერინა იყო 1 წლის. ანუ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მართლაც ლევან რაზიკაშვილი იყო, თუმცა მხედველობაში ეს არც იქნა მიღებული. ასევე ჩვენ და რაღაცა ირონიული პასუხი იყო, ხო? აი ამ წერილზე გაცემული. ჩვენ ახლა დადასტურებულად არ ვიცით მეორე ის შეხვედრა, რაც თქვენ მხედველობაში გააქვთ ნამდვილად შედგა თუ არა, მაგრამ დიდი ალბათობით იქნებოდა ეს შეხვედრა, როგორც ამბობენ, როგორც გადმოცემით ვიცით ჩვენ, ალექსანდრე აბაშელი, შალვა დადიანი და პავლე ინგოროყვა მივიდნენ სერგო ორჯონიკიძესთან და თხოვეს, რომ შეეწყალებინათ ვაჟა-ფშაველას შვილი და სწორედ აი ამ დროს გასცა ირონიული პასუხი სერგო ორჯონიკიძემ და უხრედით ვაჟა-ფშაველასაც ცოცხალი რომ იყოს. აი ესეთი შეგნების ადამიანები მართავდნენ მაშინ საქართველოს და რა გასაკვირია რომ ლევან რაზიკაშვილი მაგრამ ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებთვისაც ყველაზე მთავარი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლებისათვის ბრძოლა და ლევან რაზიკაშვილის ცხოვრება არის ამის ნათელი მაგალითი. როდესაც დააპატიმრეს, მას უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ის ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ აი ეს მოგონებებიც არსებობს, რომ ის ემშვიდობებოდა, ხო? აი თავის სახლს, გარემოს და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა ის კომპრომისზე არ წასულა და ბოლომდე დარჩა ერთგული საკუთარი პრინციპების. არ წასულა კომპრომისზე, ეს მისი ჩვენებებიდანაც ჩანს, სადაც მან აღიარა თავის კავშირი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, არ უთხოვია შეწყალება როგორც ასეთი და გადმოცემით ჩვენ ვიცით, რომ ის მეტეხის საპყრობილეში იმყოფებოდა და თითქოს იქიდან მისი გაპარების გეგმაც კი იყო შემუშავებული, თუმცა სამწუხაროდ ამ გეგმის რეალიზება ვერ მოხერხდა და გადმოცემით ასევე ვიცით ჩვენ, რომ როდესაც ის გაიყვანეს დასახვრეტად, წარბიცო არ შეუხრიაო, ისო თავის მოწინააღმდეგეს კვლელებს, გამყიდველებს ეძახდა და ამბობდა, რომ თქვენო მოტყვებით ჩამიგდეთ მე ხელშიო და ქართველებიო სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებსო არასდროს დაივიწყებინო და თქვენ კი გამხსენებელიც არავინ არ გეყოლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ მისი ეს წინასწარმეტყველება ახდა ლევან რაზიკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ 35 წელი იცოცხლა, უკდაუყო სამუდამო თავის სახელი, ხოლო მისი მხრეტავები, ის ადამიანები, რომლებიც მას ებრძოდნენ, მათი სახელები და გვარებიც კი არ არის შემორჩენილი როგორც ასეთი და ასევე ნიშანდობლივი ერთი გარემოება, ადამიანი, რომელიც იყო თიანეთის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო სურგულაძე, როგორც აღნიშნეთ და რომლის ჩვენების საფუძველზეც მოხდა ლევანის დაპატიმრება და შემდეგ დახვრეტა 1923 წლის ივლისში დაიღუპა და როგორც ამბობენ, ამ საქმის უკან იდგნენ ადგილობრივები, ფშაველები, რომლებმაც არ აპატიეს მას ლევანის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება და პირდაპირ ვთქვათ ლევანის, ასე ვთქვათ, გაწირვა. ასე რომ ამ ადამიანმა ძალიან მალე დაასრულა ტრაგიკულად თავისი სიცოცხლე. თეთრ ნაბადთან არის ხო რაღაცა ისტორია დაკავშირებული, რომ ქაქუცას თეთრი ნაბადი ჰქონდა ლევანს და აი ამ მოგვყევით ამ ნაბადის ისტორია. ესეც გადმოცემით ვიცით, რომ თეთრი ნაბადი ქონია ლევანს, ეს როგორც ამბობენ შალვა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაჩუქარი ნაბადი ყოფილა, თუმცა შემდგომში როგორც ჩანს ოჯახმა მდინარეში გადააგდო, როგორც კი ლევანის დაპატიმრება მოხდა, ეს ნაბადი რათა გარკვეული მტკიცებულებები გაენადგურებინათ, ასე რომ ეს ნაბადი სამწუხაროდ შემორჩენილი არ არის. თუმცა ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა ლევანისა და ქაქუცას მჭიდრო ურთიერთობის.
და რა შეგვიძლია კიდევ თქვა, აი თქვენად დასაწყისში აღნიშნეთ, ხო, პირიქით მოხდა, ჯერ დააპატიმრეს, დააკავეს, შემდეგ მოხდა, თქვა, აი რაღაცა მოიყვანეს მოწმე, თუ როგორც იყო, ხო, ვის საფუძველზეც მოხდა მისი დაპატიმრება, რატო იყო სასწრაფოდ აი იმ პერიოდში მისი დაპატიმრება? არსებობდა კიდე რაიმე საფრთხე და რაიმე საშიშროება, რატო გახდა აუცილებელი ზუსტად იმ დღეებში ამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა? თვითონ სერგო სურგულაძე, რომელიც უახსენეთ თიანეთის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის როგორი თავმჯდომარე. კონტექსტი იყო კიდევ ერთხელ რომ მოუყვეთ ჩვენს მსმენელებს, დიახ. აი სერგო სურგულაძე, ვინც ვახსენე, თავმჯდომარიდან გადააყენეს, რადგანაც არ უნდა დაჯდომოდა წითელ რაზმს, წითელ არმიელებს, ქაქვსა ჩოლოყაშვილი უნდა შეეპყროთ, უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა როგორც ვიცით, საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვერც მანამდე და ვერ შემდეგ ქაქვსა ჩოლოყაშვილის დაპატიმრება და მიზეზი სწორედ მდგომარეობდა იმაში, რომ ქაქვსა ჩოლოყაშვილს ყველგან ყავდა თანამგრძნობი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შეიძლება საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყო ფორმალურად, საბჭოთა ხელისუფლების მუშაკი ყოფილიყო, აი თუნდაც როგორც ლევანის შემთხვევაში იყო, ასევე აი ამ აჯანყების დროს იკვეთება პოლკოვნიკ როსტომ მუსხელიშვილის საქმე, რომელსაც პირადად დაავალა წითელი არმიის სარდლობამ, ეგოროვმა, პუგაჩოვმა და სხვებმა მოქმედება ქაქვსა ჩოლოყაშვილის წინააღმდეგ, ასევე სანამ ის გაემართებოდა ქაქვსა ჩოლოყაშვილის აჯანყების ჩასახსობად, მას შეხვდა თურმე სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც უთხრა მას, რომ უნდა ჩაეხშოს აჯანყება უმოკლეს დროში, ასევე ყველაფერი უნდა გაეკეთებინა საიმედოდ, რათა აჯანყება აღმოსავლეთით არ გაფართოებულიყო და თურმე დახვრეტების რეკომენდაციაც იქნა სერგო ორჯონიკიძის მიერ გაცემული, თუმცა პოლკოვნიკ როსტომ მუსხელიშვილი ქაქვსა ჩოლოყაშვილთან კავშირზე იმყოფებოდა და მან ამ აჯანყების ჩახშობის გეგმა გააცნო ქაქვსა ჩოლოყაშვილს და ყველანაირად აფერხებდა წითელი არმიის მოქმედებას, მოგვიანებით როსტომ მუსხელიშვილის საქმიანობაც გამომჟღავნდა და სწორედ როსტომ მუსხელიშვილი, როგორც თქვენ იცით, 14 ქართველ სხვა ოფიცერთან ერთად 1923 წლის 21 მაისს ვაკის პარკის ტერიტორიაზე კოტე აფხაზთან ერთად დახვრეტეს. ასე რომ ასეთი ადამიანების არსებობა ქაქვსა ჩოლოყაშვილის გარშემო, როგორებიც იყვნენ ლევან რაზიკაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვები, აპირობებდნენ იმას, რომ ქაქვსა ჩოლოყაშვილის ხელში ჩაგდება საბჭოთა ხელისუფლება, მისი განეიტრალება ვერ შეძლო და ქაქვსა ჩოლოყაშვილი სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა საბჭოთა ხელისუფლებას და როდესაც ქაქვსა მარცხდებოდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლისას, ის გარკვეული პერიოდულობით ტოვებდა საქართველოს და გადადიოდა ჩრდილო კავკასიაში, სადაც ასევე მას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთხელ სწორედ ჩრდილო კავკასიაში გადასვლაში მას ლევან რაზიკაშვილი დაეხმარა. ასე რომ ის ფაქტები, როგორც კი გამომჟღავდა, რომელიც თავად ლევანმაც არ უარყო, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ მას მუდმივი კავშირი ჰქონდა ქაქვსა ჩოლოყაშვილთან, ხელს უწყობდა მის ანტისაბჭოთა საქმიანობას და ბუნებრივია გამომჟღავდა, რომ ლევან რაზიკაშვილი იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან შეურიგებელი პიროვნება, მის წინააღმდეგ მებრძოლი და ბუნებრივია ასეთ ადამიანებს საბჭოთა ხელისუფლება არ ენდობდა და შესაბამისად არავის არ გაგვირგვებია ეს განაჩენით, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ერთგვარად გული მოელბოთ საბჭოთა ხელისუფლებას ვაჟა შაველაშვილია, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მაგრამ სერგო ორჯონიკიძის ეს პასუხი არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი. და აი ბოლო გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ, უცნობი არის ლევან რაზიკაშვილის საფლავი, ხო, დახვრეტის ადგილიც უცნობი არის. ანუ ეს კიდევ იყო ერთგვარად ამ ბოროტი მანქანის გამოვლენა, როდესაც ახლობლები იყვნენ სულ მოლოდინში, იმიტომ რომ აი მოგონებებში წერია, რომ მეუღლე სულ ელოდებოდა ლევან რაზიკაშვილს, რომ ერთხელ ქუჩაში ვიღას დაინახა და ის თავისი მეუღლე ეგონა, ანუ ბოლომდე ჰქონდათ მათ იმედი, რომ მათი ახლობლები იყვნენ ცოცხლები. ესეც დასჯის განსაკუთრებული ფორმა იყო. საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა შურისძიების რამდენიმე მეთოდი და ერთ-ერთი მეთოდი იყო სწორედ ეს, როდესაც გასაიდუმლოებული იყო დახვრეტის ზუსტი ადგილი. დოკუმენტებშიც არ არის აღნიშნული, ამიტომ მოხდა თუ არა დახვრეტა, ესეც გვიან ხდებოდა, ხო, ამ ინფორმაციის მიტოდება ახლობლების. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია ზუსტი თარიღიც, თუ როდის მოხდა მისი დახვრეტა, მოხდა ადგილის დათვალიერება, რომ ნამდვილად დახვრეტილები იყვნენ ეს ადამიანები და დახვრეტის ადგილას არიან ისინი დასაფლავებული, მაგრამ თვითონ დოკუმენტებშიც არ აღნიშნავდნენ დახვრეტის ზუსტ ადგილს, როგორც ჩანს თავს იკავებდნენ, რომ არ გამჟღავნებულიყო ეს ინფორმაცია, ასე რომ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ლევანის ზუსტი დახვრეტის ადგილი. აი თუ კი ვიცით მიახლობით მაინც სამხედრო ცენტრის ოფიცრების დახვრეტის ადგილი, რომ ეს იყო ვაკის პარკის ტერიტორია, ლევანის შემთხვევაში ამის ზუსტად თქმაც კი გაგვიჭირდება და ჩვენ ვიცით, რომ თბილისში, დღევანდელ თბილისში რამდენიმე ადგილას ჰქონდა დახვრეტის ასეთი ადგილები. მაგალითად, დახვრეტის
საკმაოდ დიდი არეალი ჰქონდათ მათ რუსთავისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მე იქ როდესაც მოძიება მოხდა, აღმოჩენილი ცულების ანალიზი როდესაც განხორციელდა, აღმოჩნდა რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნებოდა იქ დახვრეტილი ადამიანები, ასე რომ ლევან რაზიკაშვილის შემთხვევაში დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვა თუ შესაბამისად საფლავებიც არ არსებობდა. რა თქმა უნდა. დღემდე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს იყო სწორედ საბჭოთა ხელისუფლების ერთგვარი მეთოდი, რომ ადამიანთა მეხსიერებიდან წაეშალა ეს ადამიანები. ვინც უპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იყო უმკაცრესი, გარდა იმისა, რომ სიცოცხლეს უსპობდნენ, ადამიანების მეხსიერებიდანაც უნდა წაშლილიყო ეს ადამიანები, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო. როგორც აღნიშნეთ, თუ კი საბჭოთა მუშაკების სახლები და გვარებიც კი არ არის შემორჩენილი დღეს და ისტორიამ არ იცის, ლევან რაზიკაშვილის სახელი არის სამუდამოდ აღბეჭდილი, რომ ის არის გმირი, სხვანაირად არ შეიძლებოდა ვაჟა-ფშაველას იდეალებზე აღზრდილი ადამიანი შეუძლებელია ქვეყნის მოღალატე ჩამშვები ყოფილიყო და შესაბამისად მან ოქროს ასოებით ამოკვეთა საქართველოს ისტორიაში თავისი სახელი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 35 წელი იცოცხლა. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ლევან რაზიკაშვილის შესახებ გვიყვებოდა ლევან ჯიქია ისტორიკოსი.